მინდათ კვერცხი არ დაგისკდეთ, ასეთი ფერი გამოგივიდეთ, ასეთი საოცარი ფერი გამოგივიდეთ, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, ყველაფერს დეტალურად ვხსნი. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო გამომწერებო, აი სანდრო რა კარგი ბიჭია, ესე დადგას დილიდან და სათითაოდ რეცხავს კვერცხს და მე უკვე შემოვდგი ენდრო და ეხლა გაჩვენებთ ყველა დეტალს, როგორ უნდა შეიღებო სააღდგომო კვერცხი. მწყრის ნახეთ, ტრადიციულად ვღებავ ხოლმე სუფრის გასაფორმებლად მწყერიც კვერცხიც შევიძინე. სანთელი მინთია, დღეს იცით თქვენ რა მძიმე დღეა და აი ენდროც შემოვდგი. ეხლა ხელთათმანებს გავიკეთებ და ქაღალდი რომ აქ გამოსაცხობი ქაღალდი კარგად გავასწორებ და კვერცხს ჩავაწყობ. კვერცხი რომ არ დაგისკდეთ, აუცილებლად ცეცხლი უნდა იყოს, არც დაბალი თუ იქნება არ მოგეხარშებათ, არც მაღალი. არ უნდა ეხათქუნებოდეს ერთმანეთს კვერცხები. ეხლა ნახეთ, აქ ხოლმე ჩავაფინე სქელი გამოსაცხობი ქაღალდი. აი ეხლა ამას გაუსწორებ კარგად ამ ქაღალდს და სანამ ცეცხლზე შემოვდგავ, მარილი უკვე აქ 4 სუფრის კოვზი. ეხლა ფერი რო გამოიღოს, სანამ კვერცხებს ჩავაწყობ, მოვასხავ. ეს არის 200 გრამიანი ჭიქა, 100 გრამ კაი ძმარს და კარგად ამოვურევ. მოკლედ გავუკეთეთ მარილი, გავუკეთეთ გუშინ გავუკეთე მარილი, დღეს გავუკეთეთ ძმარი, ჩავაწყე კვერცხი, 70-70-მდე კვერცხი ჩავაწყე. აქვს 10 ცალი ენდრო და ეხლა გაჩვენებთ 1 საათში, 1 საათზე ნაკლები არ უნდა, იმიტომ რომ ეს ნელ-ნელა მიიღებს ლამას ფერს და გაჩვენებთ როგორი კვერცხი შეიღებება. გავიდა 1 საათი, დაბალზე თუხთუხებდა და ეხლა ვნახოთ ეს სოფლის კვერცხია და ეს ოდნავ მუქი გამოვიდოდა, ისეთი ხასხასა არ იქნება, მაგრამ ეხლა გაჩვენებთ როგორი კვერცხი გამოვიდა. ფრთხილად ამოვიღებ, აი ნახეთ როგორია. აი ნამდვილი ენდროთი შეღებილი კვერცხუნიები. ეხლა ამოვიღებ, ნახეთ რა სილამაზეა. მეტი ამას აღარ უნდა, იმიტომ რომ თუ კიდე უფრო გავაჩერებ, ჩამოკვდება, უკვე მეტი ამას აღარ უნდა. 1 საათი საკმარისია, მოხარშულია კარგად, გადავიტან. ეხლა ცივ წყალში, აუცილებლად უნდა გავაჩერო ცივ წყალში და აი სოფლის კვერცხი იყო და ამ ფერზე იმიტომ შეიღება. ხო ხვდებით, თორე უფრო წითელი ხასხასები მაქვს ხოლმე. და ეხლა შემდეგ რო გაშრება, აი კალათაში და ზეც აუცილებლად ზეც გადაუსვამ და მერე გაჩვენებთ სუფრაზე, ნახეთ როგორებია. აი ნახეთ, აი არც ერთი არ არის დამსკდარი, არც ერთი. ამ მეთოდით უმამზადეთ და არც ერთი კვერცხი არ დაგისკდებათ, ჩემო საყვარელო გამომწერებო და უფალს ვთხოვ, რომ მრავალი წელი შეგიღებოთ კვერცხი თქვენს საყვარელ ხალხთან ერთად. დღეს არის უმძიმესი დღე, დღეს არის მდუმარების დღე, დღეს არის ბევრი ფიქრის დღე, როგორ ვიცხოვრეთ აქამდე, დღეს არის ცოდვების მონანიების დღე. ყველას გიხდით, ყველას მოგიხდით ბოდიშს, თუ ვინმე ოდესმე დაუმსახურებლად გაწყენინეთ. აი ესეთი დღე არის დღეს და ძალიან მიყვარხართ ჩემო უსაყვარლესო გამომწერებო. ქრისტე აღსდგა. ნახეთ, ნუყვირი ხარ სანდრო, ნუყვირი ხარ, ვიდეოს ვიღებ. აი ესე ნახეთ, გვერდზე ვდგავარ და ესე გადამაკ. არც ერთი კვერცხი არ არის დამსკდარი, არც ერთი. აი ესე თუ შეღებავთ ხათოს მეთოდით, გამოგივათ. აი მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კვერცხი იყო ეს და სანდროსაც ვეუბნებოდი, სანდრო ვარ შეიღნახეთ როგორი სილამაზეა. მაინც შეიღება, იმიტომ რომ აი სწორად მომზადებას ენდროს ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორი კაი ენდროა, ეხლა აქ მეზობლები არ ამყავს, თორე მიაწოდებდი ადამიანს, ისეთი კაი ენდროა, ნახეთ როგორი კაი ენდროა, ნახეთ რა სილამაზეა. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა, ჩემო საყვარელო გამომწერებო, ძალიან მიყვარხარ. აი ასე, აი მილიონი რო ამოვიღო, სულ 70 კვერცხია, არც ერთი არ იქნება
აი გატეხილი არ იქნება. ხო, ჯერ არ გაპრიალებულა და როგორი ლამაზია. ეხლა 10 წუთი გავაჩერეთ ცივ წყალში, მეტი არ უნდა, საკმარისია. ეხლა ამოვიღე ესე პირსახოთზე ან ტილოზე ამოიღეთ, ეხლა გაშრება და მე ზეც წაუსვამ და საბოლოო შედეგსაც გაჩვენებთ. ერთი, როგორც გითხარით და დაკვირდით, ერთი ცალი არ დასკდა. ხო ასეა სანდრა? აი, ისეა. ხეთი ხარ რომ მიიღებს უკვე გაშრება კვერცხი, აი ესეა, პირდაპირ თეფშით ხელს ვისველებ და ზომიერად ესე რა თქმა უნდა, არ უნდა ჭიპჭიპებდეს, თქვენ თვითონ მიხვდებით, ზომიერად უსვევ მშრალ კვერცხს უკვე, აი ესე. ნახეთ? და ვაწყობ, აჩვენესანდრა როგორ ვაწყობ კალათაში, აი? დასრულებულ შედეგსაც ძალიან მარტივი, აი ესე თითებს იღებთ, ხელზე ისმევთ, ზეც ძალიან მარტივია, არასაწვალებელი. მე ხო იცით არასაწვალებელი. ცხიარ გადახო გაცოш. მეთქამეთე. ესეც საბოლოო შედეგი ჩემო საყვარელო გამომწერებო. ნელ-ნელა უკვე სუფრას ემატება ფერები. ეხლა ცხვარს გამოვაცხობ, რეცეპტსაც დავდებ. აუცილებლად ხაჭოს პასკას გამოვაცხობ, რეცეპტს დავდებ და აი ეს არის საბოლოო შედეგი. მრავალ აღდგომას დაგასწროთ უფალმა. ეს ხდება ჩემ ოჯახში.